გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. გილოცავთ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებას. გოგა შენ პარიზში იყავი ამ დროს და მოგვიყევი. როგორ გაღნიშნეს ეს ამბავი პარიზელებმა? გამარჯობა, უერთდები მილოცებს, გონების დაფა თქვენს წინაშეა, მაგრამ გაგიკვირდება თუ ფეხბურთზე გადმოვერთეთ, იმიტომ რომ უზარმაზარი სიხარული იყო ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვება. და სწორედ პარიზში უყურებდი, ოღონდ პარემ აქვე ვიტყვი, რომ პარიზში ეს არ იყო გამარჯვების აღნიშნა, ეს იყო უფრო დარბევა და დანგრევა ყველაფრის, მაგრამ ბევრი ადამიანი იყო ისეთი, ვისაც ეზეიმებოდა პარი სენ-ჟერმენის ზედიზედ მეორედ გამარჯვება და ეს იყო იშვიათი მოვლენა, ხო, მადრიდის რეალს ჰქონდა ეს მიღწევა მანამდე და ზიდანის დროს და ახლა უკვე აგერ ამ ისტორიის უკან დგას ხვიჩა კვარაცხელია თავის საგოლე მოქმედებებთან ერთად და იმ გამომშვებულ პენალტთან ერთად. არ ვიცი, მართლა დიდი სიხარულით იყო სავსე პარიზი, მაგრამ ამასთანავე ჩემ თვალწინ ხდებოდა ის მანქანების დაწვა, ჯიხურების და ამასთანავე ჩვენ სიხარულით ასევე ქართველები ვინც ვიყავით აღნიშნავდით მის გამარჯვებას. რა თქმა უნდა და მიულოცოთ კიდევ ერთხელ ხვიჩას და მთლიან საქართველოს მიულოცოთ ეს დიდი გამარჯვება. ნამდვილად და ხვიჩა კვარაცხელი ასევე გახდა მეორე ფეხბურთელი ვინისიუსის შემდეგ, რომელიც გახდა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე და შემდეგ ხო კი საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, გოგა დღეს გვაქვს მეოცე გადაცემა და მე დაუბრუნდებით ჭადრაკს. დაუბრუნდეთ ჭადრაკს, მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტელემაყურებლებს. ინტერნეტში ჩვენი ვიდეოების ნახვამ ბოლო თვის განმავლობაში 150,000 მიაღწია და მინდა დავუპირდე ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ ჩვენი გადაცემა მუდმივად იქნება საინტერესო, ახალ-ახალი რუბრიკები დაემატება და თუ რაიმე მათ იდეები გაუჩნდებათ ან წინადადებები გამოგვიგზავნონ Facebook-ზე და ჩვენ გავითვალისწინებთ ამას აუცილებლად. კი, ღია ვართ და სიამოვნებით მივიღებთ თქვენ მოსაზრებებს. ტრადიციულად ჩვენ დღევანდელ გადაცემაში რა თქმა უნდა მოუყვებით ჩვენს ტელემაყურებლებს საჭადრაკო სიახლეებს, როგორც სოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ისე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. გვექნება სიახლე რუბრიკაში ჭადრაკის პარტია. ახალგაზრდა საერთაშორისო დიდოსტატმა სოფლიო თასის მონაწილე ნიკა კაჭარავა გაარჩევს დღეს საინტერესო პარტიას. ნიკა ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო და მახსოვს უკვე მისმა ვიდეომ რამხელა ასე ვთქვათ ნუწონება დაიმსახურა. კი. და იმედი მაქვს რომ გაგრძელდება ეს. მეც იმედი მაქვს. გაგრძელდება ეს. რა თქმა უნდა გვექნება ამოხსნების კონკურსი, რომელიც ძალიან შეიყვარა ჩვენმა ტელემაყურებლებმა, ძალიან ბევრი პასუხები მოდის უკვე კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის და მინდა მათ ყველას უთხრა, რომ პირველი ვინც გამოაგზავნის ის ცდილება გამარჯვებულად, მაგრამ გულს არ დავწყვეტავთ არცეთ მონაწილეს და გვექნება აგრეთვე ისტორია, ხო გოგა? ასე რომ გვიყურეთ ყოველ შაბათს და პირველი გახდით ვინც მიიპასუხს, სწორ პასუხს გამოგვიგზავნის. პირველი დავიწყოთ ბათუმით. ბათუმში მიმდინარეობს ევროპის ქალთა ჩემპიონატი. უკვე მოჭადრაკეებმა ეკვატორი გადალახეს და იწყება ყველაზე დაძაბული ამბები, რადგანაც ბოლო ტურში შეიცვალოს სისტემით როდესაც სტარტდება ტურნირი, ბოლო ტურის შედეგებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი 6 ტური ყველაზე წარმატებით განვლო უკრაინულმა ახალგაზრდა მოჭადრაკემ. მას ჰქონდა 6-დან 6 ქულა, ეს არის ანასტასია გრატიშინი, მაგრამ მე-7 ტურში ჩვენო მერი არაბიძემ შეძლო ლიდერის დამარცხება. ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში და ამთამაშს ადევნებდი თვალს და ორიოდი სიტყვით გითხრა. ძალიან ბევრი ნერვიული პროექტში, ძალიან ბევრი ნერვიული. მე ის ჰქონდა უპირატესობა, შემდეგ რაღაც მომენტში გაუშვა ეს, შემდეგ ისევ მოიპოვა უპირატესობა და ფაქტურად 6 საათი იბრძოდნენ. ძალიან დიდი პარტია იყო. ბოლოს მე მაინც გამარჯვებამდე მიიყვანა და გალიდერდა. მე გალიდერდა, მასე აქვს უკვე 6 ქულა და ის ამ გრატიშინასთან და ესპანელი მოჭადრაკეასთან ერთად პირველ მესამე ადგილებს იყოფს და აი ახლა იწყება ყველაზე მთავარი მე უბრალოდ მინდა ჩვენი ქართველი მოჭადრაკეების სხვა შედეგებზეც მოგახსენოთ. დელა ხოტინაშვილი არის, შემდეგ აქვს 5 ქულა, დელა ჯავახიშვილს და მაგა ფურცელაძეს აქვს 4 ქულა და სამნახევარ ქულები აქვს. სოფო ხოხაშვილს, დინა ჭარხელაშვილს, სოფო გვეტადეს და ახალგაზრდებს ანასტაია კირთადეს და კესარიამ გელაძეს. წარმატებები უსურვოთ ჩვენს მოჭადრაკეებს ევროპის პირველობაზე, რომელიც ბათუმში იმართება. წარმატებები უსურვოთ და რა თქმა უნდა, თავარი ყურადღება ოსლოსკენ არის გადატანილი, სადაც მიმდინარეობს ნორვეგიის ჭადრაკის სუპერ ტურნირი, სადაც ყველა უძლიერესი თამაშობს, როგორც ვაჟებში, ისე ქალებში და ჩვენთაშორის ჩვენი ზურა აზმაიფარაშვილი იყო ამ ტურნირის სტუმარი და პირველი საპატიო სვლა გააკეთა მან მსოფლიოს პირველი მოჭადრაკის მაგნუს კარსენის დაფაზე. როგორი ამაღელვებელი იყო მე ვნახე ეს კადრი და სხვათა შორის მაყურებელიც ხედავს სხვათა შორის
პირველი დიდი სიურპრიზი რაც იყო მაგნუს კარლსენმა პირველ 5 პარტიაში პირველ წრეში 3 პარტია წააგოგოგა. ასაოდ ეს მე მგონი არც მახსენდება რომელიმე სოფლის ჩემპიონს ესეთ გამორჩეულ მოჭადრაკეს 3 პარტია ზედმეტ დაქენებში იყო თუ სწორად მახსოვს ფიშერი ხო ის სოფლის ჩემპიონატზე მე ვიცი მახსოვს რომ კარპოვი კასპაროვი ისე გადიოდა წლები წლის განმავლობაში არაგებდნენ 3 პარტიას და ერთ ტურნირში 5 პარტიას წაგებმა მაგრამ ტურნირის ისეთი სისტემა აქვს რომ შეიძლება კარლსენი ბოლოს მაინც გახდეს ჩემპიონი და რა სისტემაა ეს ანუ მოგებაზე პარტიის მოგებაზე კლასიკურ ჭადრაკში ეწერება 3 ქულა თუ ფრე დამთავრდა კლასიკურ ჭადრაკში შემდეგ ინიშნება არმაგედონი თეთრებს აქვს 10 წუთი, შავებს აქვს 7 წუთი დამატების გარეშე და თუ შავებმა გააკეთეს სპრეი, ისინი ითვლებიან გამარჯვებულად და ქულან დახევარი ეთვლებათ მათ. წაგებულს კიდე ქულან. ქულა და რამდენად სამართლიანი. ყოველ შემთხვევაში საინტერესო არის. საინტერესო არის, ახალი სისტემა არის, საინტერესოა და ამიტომ ვიძახი თუ კარლსენი გააგრძელებს კლასიკურ პარტიების მოგებას, სამ-სამი ქულით შეიძლება ისე ბოლო გალიდერდეს როგორც ხდება ხოლმე. ჯერჯერობით ვესლი სოლიდერობს ტურნირს მეორე ადგილზე არის ფერუჯა და მესამე ადგილზე არის სოფლიო ჩემპიონი, მოქმედი სოფლიო ჩემპიონი გუკეში. აი ესეთი შემადგენლობა არის. ქალთა ტურნირის სენსაციით დაიწყო პირველი წრე მოიგო ახალგაზრდა მოჭადრაკე დივია დეშმუკო, მაგრამ მეორე წრეში უკვე მას გაუსწრო ბებისარა ასურბაევმა, რომელსაც 2 პარტია მოიგო ზედიზედ კლასიკურ ჭადრაკში, შემდეგ მოდის ანა მუჟიჩუკი და ყველაფერი წინ არის. ანუ დარჩა რამოდენიმე ტური ამ ჩემპიონატში და ყველაფერი გადაწყდება რა თქმა უნდა ბოლოს. და შედეგებს აუცილებლად გაცნობთ. მე ერთი რამ მინდა დავასრულო. კლასიკურ ჭადრაკში თუ მოიგო 3 ქულა ეწერება. კი, 3 ქულა ეწერება. ფეხბურთისავით არის. კი. ფეხბურთისა. მინდა რამოდენიმე ანონსი გავასწროთ ჩვენს ტელემაყურებლებს. 17-21 ივნის ჰონკონგში ჩატარდება მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკსა და ელიფსებულ ჭადრაკში და წარმოედინება თითქმის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე მიემართება ჰონკონგისკენ და მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო შეჯიბრი იქნება. აგრეთვე გამოაცხადა ევროპის საჭადრაკო კავშირმა, გამოაცხადა ევროპის კორპორაციული ჩემპიონატის ჩატარების ადგილი და თარიღები და ეს ძალიან საინტერესო ტურნირი არის, რადგან კორპორაციები ფაქტურად თავიანთი თანამშრომლობით აკომპლექტებენ გუნდებს, შეიძლება 1-2 მოწვეული ყავთ დიდო სტადი და გაიმართება პარიზში. გია, მე მახსენდება შენ პრეზიდენტობის დროს ეს კორპორაციული შეჯიბრებები რო იმართებოდა საქართველოში, როგორი კარგი იყო, სხვათა შორის მეც მიმიყია მონაწილეობა. კი, სხვათა შორის დიდი ინტერესი იყო ჩვენთან. დიდი ინტერესი იყო, სავსე იყო ჭადრაკის. ალბათ უნდა აღდგეს ეს ტრადიცია, კარგი იქნება. და დიდი იმედი მაქვს, რომ აღდგება ეს ჩვენთანაც და ჩვენი გუნდებიც უკვე მიიღებენ მონაწილეობას ამ საერთაშორისო კორპორაციული შეჯიბრებაში. რა თქმა უნდა. ეხლა ჩვენი გადაცემის რუბრიკა არის სტუმარი და სტუმარი გვეყოლება. სტუმარი მართლა საოცარია და მას გია გიორგაძე წარმოგიდგენთ. სტუმარი არის სპორტული ტოქ-შოუ ესტაფეტას წამყვანი, მე მას ესე უწოდებ, სპორტული ჟურნალისტიკის ჩემპიონი ელენე ბილიხოძე. გონების დაფის დღევანდელი სტუმარი არის სპორტული ჟურნალისტიკის ჩემპიონი. გადაცემა ესტაფეტას ავტორი და წამყვანი ელენე ბილიხოძე. და რამდენ წლიანი გამოცდილება კიდევ ელენე, დიდი მადლობა ელენე. დიდი მადლობა, მოგესალმებით. რომ მოხვედით და როგორია ჟურნალისტის ამპლუაში სულ ხარ, მაგრამ ახლა შენ თვითონ ხარ უკვე რესპონდენტის ამპლუაში. გამოგიტყდებით და ძალიან ვღელავდი, როდესაც ბატონი გია დამეკავშირდა და მთხოვა სტუმრობა, ცოტა ოფორი აქთი. მიუხედავად ასეთი დიდი გამოცდილებისა, ელენე, მე მაქვს ესეთი შეკითხვა თქვენთან. თქვენ ფაქტობრივად აშუქებთ ყველა სპორტულ მოვლენას, რაც ხდება მსოფლიოში, საქართველოში, მით უმეტეს მე მეჩვენება თუ ასეა, არ ვიცი, მაგრამ ჭადრაკს როცა აშუქებთ, განსაკუთრებული სითბო იგრძნობა. შეიძლება ჯიუდო გეცილება, არ ვიცი ახლა ზუსტად, მაგრამ აი თქვენი დამოკიდებულების სახებ მინდა რომ გვიამბოთ მოჭადრაკეებისა და ჭადრაკისადმი. საოცარი დამოკიდებულება მაქვს მე პირადად და ალბათ ეს ყველაფერი გამოძახილია იმ ჩემი უფროსი კოლეგების დამოკიდებულების, რომელიც დამხვდა თუნდაც ტელევიზიაში და თუნდაც რადიოში, იმიტომ რომ ქალბატონი თამილა ყოველთვის გულშემატკივრობდა ჭადრაკს, ბატონი დავით ქლიბაძე, გოგი ფრანგიშვილი, თამრიკო ბალავაძე, ანუ მოკლედ ეს ის გარემო იყო, სადაც ყოველთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო საჭადრაკო თემატიკა და იქ მიმდინარე მოვლენების გაშუქება.
გაშუქება. და აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო ბატონი გივი გამრეკელი, რომელიც ფაქტურად წლების განმავლობაში ჩვენი რადიოსთვის და ჩვენი გადაცემისთვის, რომელსაც მაშინ ერქვა უტევანი, აკეთებდა საჭადრაკო მიმოხილვას. ფაქტურად ეს იყო კვირაში ერთხელ, მაგრამ მინიმუმ 10 წუთი მაინც ყოველთვის იყო განკუთვნილი მისთვის, რომ ეს საჭადრაკო მიმოხილვა გასულიყო ეთერში, იქ იყო რა თქმა უნდა ანალიზი, შედეგები და ასე შემდეგ და ალბათ ეს ყველაფერი მოდის მაინც მათი ძალისხმევით, მათი დამსახურებით და ის გენიალური მუსიკა და ის ფონი საჭადრაკო სამორინესი, რომელიც ისმოდა თითქმის ყველა ოჯახში, მაშინ როდესაც იყო მხოლოდ ერთი ტელევიზია და ერთი რადიო, რა თქმა უნდა, ჩვენ უფლებაც არ გვაქვს, რომ ეს ტრადიცია არ გავაგრძელოთ და არ იყოს ჭადრაკი წინათაობის კოლეგებმა გადმოგცეს ესტაფეტა. ესტაფეტა, კი ბატონო. რაც შეეხება ძიუდოს, ძიუდო ნამდვილად ვერ შეეცილება ჭადრაკს, იმიტომ რომ მართლაც სხვა გარემოა, იგივე საჭადრაკო სამყარო, დამოკიდებულება თითეული თქვენგანის მიმართ, ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ არცდები შეიძლება. არა, ჩემპიონია ჭადრაკი მაინც. დიახ, შეგანვიცი, რომ ელენე იყო ერთგვარი თილისმა მოჭადრაკეებისთვის, ხო? ელენესთან მოდიოდნენ ინტერვიუზე ქართველი მოჭადრაკეები. მერე უკვე ვიდეოდე შეჯიბრებაზე არის ოლიმპიადა იქნებოდა თუ ჩემპიონატი გამარჯვებული ბრუნდებოდნენ. კი, რა გართოვდა პირობასთან. აი ახლა რომ წახვალ და გამარჯვებული ჩამოხვალ, მოდიხარ ჩემთან და ჩვენ ვასრულებთ თილის מחარ აბარა. ნამდვილად ასე იყო და ბედნიერება რომ ეს ჩანაწერები ძალიან ბევრი მათგანი ისე ვინახება საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში და კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, აი ხომ ამბობენ რომ რაღაცა განსაკუთრებულები არიან მოჭადრაკეები მიუხედავად იმისა ვაღიარებ რომ არ ვიცი ჭადრაკის თამაში, აი ყოველთვის ისეთი დამოკიდებულება მქონდა და არასდროს არ მიგრძნია მათგან რომ მე ვთქვათ რაღაც არ ვიცოდი, თუ არ ვიცოდი თქვა წინასწარ ვიკითხავდი ეს როგორ და რანაირად და აქედან გამომდინარე მართლა არ იყო დისკომფორტი და იცით რა არის თავად ამ ადამიანების ბუნებრივია პროფესიონალიზმი ეს ცალკე განსხვავებული თემა, მაგრამ დამოკიდებულება ჟურნალისტებისადმი ალბათ მაინც უფრო დადებიც ხდიდა ამ ურთიერთობას და უფრო სასიამოვნოს გოგა დამეთანხმებით, იმიტომ რომ ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც მოჭადრაკემ გითხრას, რომ იცი რა, არა, არ შემიძლია ვერ მოვალ, რაღაც ახლა თუ ასე თუ ისე მოწესრიგებული ხალხი ვართ, ხო? ხო, არა. ძალიან მოწესრიგებული. წესრიგის გარეშე ჭადრაკს ვერ თამაშობ. იმპულსური არ არის, მაინც სხვა რაღაცებისგან განსხვავებით და თან რა არის, იცით გოგა, აი კიდევ ერთხელ ვიტყვი და ყოველთვის ვამბობ პასუხისმგებლობა იყო რაღაც სხვა დონეზე და ამ რამდენიმე ხნის წინ მოჭადრაკეებთან ერთად ვიყავი და გავიხსენეთ ნანა ძაგნიძის მამა, რომელიც ყოველი ტურის შემდეგ მოიგებდა ნანა, ადრე დასრულდებოდა პარტია, რჩებოდა ბოლომდე ჭადრაკის სასახლეში, დაგვიწერდა ამ შედეგებს, ჩამოგვიტანდა ტელევიზიაში და თუ თქვათ იყო შემთხვევა, რომ ან ჩვენ არ ვიყავით, ან რაღაც დაცვასთან ტოვებდა და ერთ დღეს უნდა მოუყვე ეს ერთ-ერთი დაცვის ბიჭი, მოკლედ რაღაცა ირონიით თურმე ეუბნება, რომ კარგიო ეხლა რა შენცო დიდი ჩემპიონი არ გყავდეს შვილიო. მიუბრუნდა და მესმის ეს მისი ემოცია, ვინც იცნობდა დამეთანხმება ჩემ შულსო ისეთი მოჭადრაკის საპატივცემულოდ დავარქვი ნანაო, რომ აი მოვადრო, ისეთ დიდ ჭადრაკს ითამაშებსო, რომ აი ნახეო, ჩემი შვილის სახელის და გვარის გაგონებაზე. აუსრულდა, კი აი ესე ყოველ დღე და ეს არ იყო მხოლოდ გოგონების პარტია. თუ კი იქ ბიჭებიც თამაშობდნენ. აი ყველაფერს ჩამოგვიწერდა და მე გვისმენდა. როგორ გამოვაცხადებდი? და რა დროს გამოვაცხადებდით ეს ინფორმაცია იყო პირველი, მეორე თუ ბოლოსკენ ვიტყოდით და აი ასე. მოკლედ აი ეს დამოკიდებულებები იყო მშობლების მხრიდან. ძალიან რა კარგი ამბავი გაიხსნა. საერთოდ შეიძლება იქ მოტივაციაც კი იყო ნანას მამისთვის, რომ უფრო მეტი ძალისხმევა ჩაედო. ადამიანი იყო, ძალიან მოტივირებული საოცარი, წარმოიდგინეთ წვიმაში, თოლში, გოგა არ მახსოვს, რომ მას გაეცდინოს, თქვათ და ხო შეიძლებოდა ან წაეგო, არა, ის მაინც მოდიოდა და მოქონდა ეს შედეგები. ოჩახ, საერთოდ ძალიან აი გიას ლაპარაკობს, როგორ გაიზარდა ჭადრაკის მერთ ინტერესი მსოფლიოში. ამ სერიალებმა თავის გავლენა მოახდინა, რა თქმა უნდა, საპრიზო ფონდების გაზრდამ და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ტურნირი ტარდება. ძალიან ბევრი. ეს იმიტომ რომ ფაქტია, რომ გაიზარდა, ხო ის ინტერნეტ თამაშებმა ძალიან ხელი შეუწყო ჭადრაკის თამაშს გულისხმობ. და რამდენად აყვა
აუყვა ფეხი, აუწყო ქართულმა მედიამ აი ამ ყველაფერს. რამდენად კარგად შუქდება და კვალიფიციურად ჭადრაკი ჩვენ გადაცემას არ გულისხმობ. გოგა, გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ შეიძლება რაღაც მინუსი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს და მათ შორის პირველ რიგში მე. იმიტომ რომ ალბათ არის რაღაც ტურნირი, რომელსაც სათანადოდ ვერ ვაქცევთ ყურადღებას, ვთქვათ, თუმცა სადაც კი თამაშობს ქართველი, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ინფორმაცია იყოს, ვთქვათ, მსმენელის, მაყურებლის, ვთქვათ, თვალთახედვის არეში, რა ხდება, როგორ ხდება და ასე შემდეგ. და აი აქ ერთი რამ მინდა გავიხსენოთ, თავად დამოკიდებულებებიც, აი ბედნიერება იყო, თუ კი ქალბატონი ნანა ალექსანდრია მიდიოდა სადმე ტურნირზე. ეს არ იყო მხოლოდ საჭადრაკო ტურნირი. სადაც კი ქალბატონი ნანა იყო, აი შუაღამეც რომ ყოფილიყო, დაგირეკავდა, გეტყოდა ეს მაშინ იმ პერიოდს გულისხმობ, როდესაც არც ინტერნეტი იყო და ალბათ აი ეს დამოკიდებულებებიც იგივე ბატონი გია სულ ცდილობდა, რომ აი ეს კონტაქტი ყოფილიყო მყარად და შესაბამისად მსმენელამდე და მაყურებლამდე მისულიყო ეს ინფორმაცია და ეს ძალიან ბევრის მთქმელია თავად. თორე სპეციფიკურიც არის, ჭადრაკის გაშუქება არ არის ჩვეულებრივი. აი ხა იგივე ბატონი გია დამეთანხმება, რომ არ გავიხსენო, ალბათ ჩემი მხრიდან დანაშაული იქნება ბატონი ტუგა, რომელიც სახლში მიდიოდა, რომ დაგვერეკა, თქვათ, ეთქვა ეს შედეგი, კი დღემდე მახსოვს მისი ტელეფონი, იმდენად მყარად მაქვს ჩამჯდარია ეს მეხსიერებით, რომ აი ეს ძალიან ბევრის მთქმელი იყო და ამ ადამიანების დამოკიდებულებებმა თითოეულ ჩვენგანშიც ალბათ ეს პასუხისმგებლობა გაასმაგა. რა ვიცი, გოგა, ალბათ მეთანხმები, იმიტომ რომ აი მადლობა, რასაც არის რამ და ბევრი მიმართულებით წავიდა ჩემი ფიქრებით და ხო, შეიძლება ყველა ტურნირი ვერ გააშუქო, მაგრამ იქ სადაც ქართველები თამაშობენ, თან მით უფრო დიდებულად ალბათ. დღეს უკვე ეს მარტივია, იმიტომ რომ ნებისმიერ შეუძლია შევიდეს ინტერნეტში ნახოს, მაგრამ მაშინ როდესაც ეს გოგონები იგივე საჭადრაკო ოლიმპიადებზე მიდიოდნენ, ხომ ურთულესი იყო, ნუ არ ვიცი, რას აღარ ვცდილობდით როგორ, რომ აი ეს ყველაფერი ყოფილიყო პირველად ეთერში. და ეს ესტაფეტა, ამ გამარჯვების ესტაფეტა ელენესთან მისულიყო. ხო, რა, მარტო ჩემთან არა, ხა კიდევ ვამბობ, იმიტომ რომ ყველანი ვცდილობთ, რომ მეტნაკლებად იგივე ვთქვათ, მედიაც არ უნდა დავივიწყოთ, ლელოშიც ყოველთვის ვცდილობდნენ, ვთქვათ, სარბიელში, ოლიმპში ყოველთვის ვცდილობდნენ, რომ ჭადრაკი ყოფილიყო ყველგან და ყოველთვის. ნუ ჭადრაკი ხო ქართული სპორტია ფაქტიურად, ჩვენი ქალბატონების დამსახურებაა და ელენე მინდა სწორედ ამაზე კითხო, ჩვენ რამოდენიმე ჩვენი ლეგენდარული ქალბატონი დავასახელეთ აქ და შენ ყველასთან გაქვს გამოცდილება ურთიერთობის, ინტერვიუს ჩამორთმევის, ხომ არ გამოარჩევ რომ ან ხომ არ გაიხსენებ რამე საინტერესოს მათ თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარე. უჭირდათ ის საერთოდ დათანხმება, გიჭირდათ რომ მოსული იყოს სტუდიაში თქვენთან? იყო ალბათ ისეთის და ასეთის ხო? იყო ერთი ესეთი შემთხვევა, ქალბატონი მაია ჩიპურდანიძე დავითანხმეთ ინტერვიუზე. მივედი ერთხელ გამომხედა და ელენიკო, დღეს ლაპარაკის ხასიათია, არ მოდი გადავდო ჩემ და ასე ვიარა თითქმის მთელი კვირა და ბოლოს დამთანხმდა და ჩავწერეთ და ერთ-ერთი საუკეთესო გადაცემა გამოვიდა. ფაქტიურად, ნუ ქალბატონი ნანა იოსელიანი, აი უპრობლემოდ, რა ვიცი, შუაღამეს რომ დაურეკო, ყოველთვის მზად არის და თან. კი, ნამდვილად. ქალბატონი ნანა ალექსანდრია, რა ვიცი, ეხა არ გამოვარჩევ არავის, თუმცა ეს ჩემი დამოკიდებულებები მაინც მეტნაკლებად ცხადია. სულ მოჭადრაკეები ახსენდა, ვაჟები? ბატონი ელისბარუბილოვა ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტი, ნამდვილად, აი საუკეთესო რესპონდენტი ბატონი გია. ბატონი ზურაზმა იფარაშვილი, რა ვიცი. გია ენაწყლიანი კი არის. და ნუ რა ვიცი, ახლა დღეს აქ რო არ გავიხსენო ნინო ხურციძე, აი ყოველთვის ის კი საოცარი ადამიანი და საოცრად ნიჭიერი და ერთი ესეთი შემთხვევა იყო, მოკლედ გოგონებმა მოიგეს ტურნირი, და ყველანი მოვიდნენ ადრე და ნინო ყველაზე ახლოს ცხოვრობდა ტელევიზიასთან და მოვიდა დროით და ისე გაგვიბრას და თქვენ აქო თუ ესე ადრე შეიკრიბეთო, რატომ მაშინ არ დამირეკეთო? მეც უცებო ჩამოვირბენდიო, ნუ მოკლედ აი ესე რაღაცა საოცარი დამოკიდებულებები იყო მათი მხრიდანაც და არა, ჩვენ უცოდით რომ ელენე თუ გეპატიჟებოდა, ეს წესი იყო რომ აუცილებლად უნდა მისულიყავი, უარის არ განიხილებოდა. ხო, მადლობა ამისთვის თითოეულ თქვენგანს და განსაკუთრებით მადლობა ბატონგია თქვენ. იმიტომ რომ აი ყოველთვის ვცდილობდით როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყავით, აი იმ დღის ჩამოსულიც კი ყოველთვის თუ კი
იყო მე ვფიქრობ, რომ შესაძლებლობა რომ სპორტი არ არის განყენებული თემა, ხო? სპორტი არის გულშემატკივრებისათვის. ამიტომ გულშემატკივრები უნდა გაიგონ იმის შესახებ, თქვა სპორტსმენმა რა გააკეთა, სად იყო, რას მიაღწია, რას ვერ მიაღწია, რასთვის იბრძვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია. ანგარიშვალდებულებაც არის გულშემატკივრებისას, ვინც გულშემატკივრობს, აშ გიკრავს, ფეხზე გულშემატკივრობს ხო ნერვიულობს შენზე და თუ ადამიანია, ეგეთი ადამიანი როგორც არის ელენე, ამაში გეხმარება და პირიქით ხელს გიწყობს, ვალდებული ხარ შენის ვალდებულება შეასრულო. სხვა შორის აი ძალიან განსხვავებული იყო თავად მსმენელიც ბეტონგია დამეთანხმებით და ნუ ალბათ თავის დროზე ის მაყურებელიც ვინც საჭადრაკო სამორინეს ერთგული გულშემატკივარი იყო და ესეთები დღემდე ახსოვს ბატონ დავით ქლიბაძეს. მართლაც განსხვავებული დამოკიდებულებები და აი სიფაქიზე ქონდათ, აი თუნდაც წაგებული პარტიის მიმართ იყო პერიოდი, როდესაც მსმენელი შემოდიოდა ეთერში არასდროს კრიტიკულად მოჭადრაკის მიმართ არ დასვავდნენ კითხვას, რომ აი ეს როტო წააგე და ეს როგორ ითამაშე და აი რაღაცა ყოველთვის ეს ფაქიზი დამოკიდებულება ქონდა გულშემატკივარს. კი, რა თქმა უნდა, ისინი ხო ხვდებიან, რომ პირველ რიგში მოჭადრაკეს არ უნდა იმ პარტიის წაგება, მაგრამ ხდება ყველაფერი, ხო? ყველაფერს ვერ მოიგებ. თუმცა არა მხოლოდ თქვა გულშემატკივარს, არამედ აი ჭადრაკის სპეციალისტისთვისაც, მოჭადრაკისთვისაც, რა რანგისაც არ უნდა იყოს ის, აი ეს შეხვედრა და ეს კომუნიკაცია გოგა დამეთანხმები ალბათ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად სპორტსმენის გულშემატკივრის მკითხველის, მაყურებლის კომუნიკაცია ბევრს ნიშნავს. ბევრს ნიშნავს. ელენა, შენ ახსენე რომ აი ჭადრაკს არ თამაშობ. მე მახსენდება ვერკო ანჯაფარიძე, რომელიც სპექტაკლს თამაშობდა, მონარდის როლს ასრულებდა, ნარდ თამაშობდა, ნარდის თამაში არ იცოდა და მაგრამ ხო და ვერც მიხვდებოდი, რომ მან ნარდის თამაში არ იცოდა. შენ ესეთი მშვენიერად რომ იყოს ეს ინტერვიუები. რანაირად ახერხებ ამას? თამით მეტეს მე გამიკვირდა სხვათა შორის რომ ჭადრაკს არ თამაშობ თქვი? არა, ბავშვობაში რაღაც პრიმიტიულ დონეზე ვთამაშობდი და შემდგომ უკვე რა ვიცი, ალბათ ეს ისევ სტუმრების და მოჭადრაკების დამსახურებაა. მე აქ არაფოშუაში ვარ. რა როლს ასრულებს ჭადრაკი შენ ცხოვრებაში? აი მიუხედავად იმისა რომ არ თამაშობ, აი თვითონ ჭადრაკის იდეა, ეს კონცეფცია, დამოკიდებული ეს სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად და მას შემდეგ რაც ერთ-ერთი ინიციატორი იყო ბატონი გია რომ სკოლებში დამკვიდრებული იყო ჭადრაკი, ამან დიდებული საქმის ნამდვილად ეს იყო, არ ვიცი და არის ალბათ მომავალი თაობის გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა. მე ვთვლი რომ დღეს თანამედროვე სივრცეში მოზარდმა თუნდაც ელემენტარულ დონეზე არ იცოდეს ჭადრაკი და საჭადრაკო აზროვნება არის მშობლის მხრიდან დანაშაული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელი. დღეს მით უმეტეს, როდესაც მოზარდთაობას აქვს უამრავი პრობლემა. და უამრავი გამოწვევა არის, რომ როგორმე თუნდაც იმ გაჟეტებს მოვწვიდოთ ბავშვები, ხო ძალიან მნიშვნელოვანი არის და ვფიქრობ, ჯობია ჭადრაკის დაფაზე მეტი დრო დახარჯონ და უფრო ცოტა დრო დახარჯონ. თუნდაც იგივე ის აუტური სპექტრის ბავშვები უამრავს შეუძლია ვთქვათ იმდენად მარტივი შეიძლება იყოს ეს პრობლემა, რომ ჭადრაკის დახმარებით და ვთქვათ აი ამ სისტემით ეს ყველაფერი სხვაგვარად მოგვარდეს. ელენე, ჩვენ ფაქტობრივად ყველა სტუმარს ვეკითხებით ამ კითხვას და მინდა შენს კითხო, საქართველოს და ქართველებსაც ჭადრაკი არ არის მარტო სპორტის სახეობა, ხო? ეს სხვა იდენტობის ნაწილი არის და რაღაც ღირსების და თავმოყარეობის ამაღლების საშუალება და რაშია ეს ფენომენი, რაში მდგომარეობს შენი აზრით და ხომ არ დადგა დრო ახალი დაიბადოს, ახალი ჩემპიონები, გავიდა ერთი საუკუნე უკვე. რა თქმა უნდა, აუცილებლად გაჩნდებიან ახალი ჩემპიონები, აუცილებლად იქნება, ვთქვათ, ის ინტერესი, რომელიც იყო წლების წინ და მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი სწორედ და ეს საჭადრაკო ეპოქის ეს ტრიუმფი იმ ქართველობის და რაღაც ქართული შემართების, ქართული სულის, ქართული ჟინის გამოძახილია, რომელიც იყო ეს არ არის შემთხვევითობა, ხომ, როდესაც ეს წლების განმავლობაში თაობა იზრდებოდა, მოდიოდა, გვახარებდა, ახარებდა და დღემდე საუბრობენ მათზე. აქედან გამომდინარე, ეს სწორედ აი ჟინის და იმ ისტორიის გამოძახილია, რომელიც იყო და საუკუნეებს გაუძლო ამ ისტორიამ. ისე განსაკუთრებით ქალები რო ჯობდნენ ვაჟებს. რა თქმა უნდა, ეს ალბათ დადგა დრო რომ ვაჟებიც გამოჩნდნენ თავიანთი სიტყვა, ხო? თუმცა აი თქვენმა თაობამ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი გააკეთა დღევანდელი გადასახედიდან, ხო?
ეს არ არის ხმამაღალი ნათქვამ ის რაც თქვენმა თაობამ გააკეთა ჩვენს ქართულ რეალობაში ძალიან ბევრის მთქმელია თუ კი გადავხედავთ იმ სივრცეს, იმ განწყობას და იმ დამოკიდებულებებს, რომლებიც იყო მაშინ. ასე რომ გონების დაფა ითამაშეთ ჭადრაკი, როგორც გონების დაფაზე, ისე რეალური ჭადრაკი ითამაშეთ და ელენას ვთხოვოთ რომ რამე გვისურვოს. როგორც პროფესიონალმა გამოცდილმა ჟურნალისტმა და ტრადიციულად გვისურვოს რამე ავტოგრაფს ვატოვებინეთ ხოლმე. წარმატებები და წარმატებები მეტი რა უნდა გისურვოთ, მე მჯერა რომ არაერთი სტუმარი იქნება თქვენს ეთერში, რომელიც მოიტანს ძალიან დიდ გამარჯვებებს, განსაკუთრებით მოზარდებს და ახალგაზრდებს მინდა უსურვო ეს წარმატება და ის ჟინი არ დაეკარგოთ, რომელიც იყო თქვენს თაობაში. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ახლა როლი აკისრია მედიას ხო, გია ჭადრაკის პოპულარიზებაშიც და არა მხოლოდ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მედიის დამოკიდებულებები ზოგადად ჭადრაკის მიმართ. ჩვენი სტუმარი იყო შესანიშნავი ჟურნალისტი, განაცემა ესტაფეტის წამყვანი ელენე ბილიხოძე. დიდი მადლობა ელენე, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა ელენე. დიდი მადლობა უთხრათ ელენეს საინტერესო ინტერვიუსათვის და საინტერესო ადამიანების გახსენებისათვის. აი, როგორი საინტერესო ადამიანი გაიხსენდა, ხო? შენ თუ გახსოვს ეს ადამიანი? რა თქმა უნდა, ყველანი კარგად მახსოვს. გივი გამრეკელი, ტუგა მელიქსედბეგი, ნუ დანარჩენი სპორტული ჟურნალისტები რა თქმა უნდა მახსოვს. საოცარი და ძალიან დადებითი თავისუფლება დატოვა ელენემ აი ამ ინტერვიუში და ამ ადამიანებიდან. მადლობა უთხრათ სწორედ ესეთი გახსენებისათვის. ეხლა კი ჩვენს გადაცემაში არის ჭადრაკის პარტიის დრო და დაპირებული სიახლე. დღეს ჭადრაკის პარტიას გაარჩევს საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო თასის მონაწილე ნიკა კაჭარავა და ის გაარჩევს ძალიან საინტერესო პარტიას, სწორედ ოსლოს საერთაშორისო სუპერტურნირიდან პირველ ტურში, როგორც დაამარცხა მაგნუს კარლსენი ალიზერ ფირუჯამ. მოგესალმებით ჭადრაკის მოყვარულებო. მე ვარ საერთაშორისო დიდოსტატი ნიკოლოზ კაჭარავა და დღეს მე მოვიხილავ ნორვეგიაში დაწყებულ უძლიერეს ტურნირს, სადაც 6 არაჩვეულებრივი მოჭადრაკე. მაგნუს კარლსენი, მსოფლიოს პირველი ნომერი, ალირეზა ფირუზა, ეიმერი უესლისო, აგნანთა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გუკეში იღებენ მონაწილეობას. ეს ტურნირი უკვე 14 წელია ტარდება და მისი ყველაზე მეჯერ გამარჯვება მოახერხა მაგნუს კარლსენმა, რომელმაც 7 ჯერ დაისაკუთრა ეს ტიტული. პირველივე ტურში დაფიქსირდა სენსაცია, რადგანაც მსოფლიოს პირველმა ნომერმა დათმო თავისი შეხვედრა ფირუზას წინააღმდეგ. მოდი მიმოვიხილოთ ეს პარტია და ვნახოთ რა მოხდა რეალურად. გათამაშდა დედოფლის გამბიტი, გამოიყვანეს მოჭადრაკეებმა ფიგურები და საინტერესო მომენტი იყო აქ. კარლსენმა მატჩის შემდგომ ინტერვიუში განაცხადა, რომ თეთრების იდეა კუჟესამი დაიფოთხი სათანადოდ ვერ შეარყეს. რა თქმა უნდა, თეთრების ყველაზე ძლიერი ფიგურა არის მხედარი ეხუთზე და მას ესაჭიროება გამაგრება, ამიტომ კუჟესამი არის ძალიან ძლიერი სვლა. შავებმა გამოიყვანეს ფიგურა, მოვიდნენ ეტლი ცერვას და აქ უკვე შექმნეს იდეა B5 B4-ით, რათა რაღაც პრობლემები შექმნან დედოფლის ფლანგზე. აქ ჩემი აზრით ფირუზამ დაუშვა შეცდომა და გააკეთა როგორც მოჭადრაკეები უეძახით შაბლონური სვლა. ეტლიც ერთი როგორც წესი გამოსადეგი არის ხოლმე დედოფლის გამბიტში უმეტეს პოზიციაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯობდა თავიდანვე დაეწყო თავისი გეგმა Q1 და G4-ით, რის შემდეგაც უდიდეს უპირატესობას იგნებდა ხელში. მოვიდა ეტლიც ერთ, შავები მოვიდნენ თავის იდეას B5 და აქ უკვე G4 სვლა აღარ არის იმდან დეფექტური, რადგან ჩავებს აქვთ Q-ცა. და შემდეგ შემოდიან E4 ხუჭრაზე. ეტლიც ერთს მაგრამ Q1-ით რო დაიწყო პირდაპირ, ამ იდეას გაატარებდა და მიიღებდა უპირატესობას. G4 ვერ გაატარა, ამიტომ მოვიდა Q4-ს და აქ იყო კიდევ ერთი საინტერესო მომენტი. თეთრებს ჰქონდათ ორი არჩევანი. ან გაიფუჭებინათ ჩავების სტრუქტურა, რადგან ლაზერი ეფექტს ვერ კლავს Q5-ის გამო და მიიღო ჩემი აზრით მცირედად სასიამოვნო პოზიცია, ან კიდევ წასულიყო ეტლი A1-ით A6 პაიკის მოგებაზე, რის შემდეგაც თეთრებს პაიკი დარჩებათ, მაგრამ შავების ძლიერი თამაშის შედეგად იღებენ იმდენ კომპენსაციას, რომ გაათანაბრონ პოზიცია. ხედავთ, რომ Q4-ზე ძალიან ძლიერია, რის წყალობითაც შავებს კარგი თამაში აქვთ.
პოზიცია თანაბარია გააგრძელეს მონაწილეებმა თამაში და მივედეთ საკმაოდ საინტერესო მომენტამდე აქ. აქ საერთოდ კარლსონმა დაუშვა ჩემს პირველი შეცდომა, ორი შეცდომა და რომელიც მას პარტიის ფასად დაუჯდა, მოვიდა ლაზერი დეშვით. გასაგებია რომ მეშვიდე უჯრაზე უნდა ჩამოხვიდე, რადგან ეტლიაშვილი არ დაუშვა, მაგრამ არ მესმის რატო არ უნდა მოხვიდე ლაზერი ბეშვით. იდეა იგივეა, რომ დაიცვა მეშვიდე ჰორიზონტალი და ამავდროულად ქმნი ლაზერი B2-ის მუქარას. თუ თეთრები მოკლავენ E4-ზე, შავებს აქვს ძლიერი სვლა ლაზერი B2 და აქტიურებენ თავიანთ ფიგურებს. ამ ეტლს კიდე დავეცამით და უძლიერეს სვლების შემდეგ გამოდის თანაბარი ენშპილი და კარლსონს აქ არანაირი პრობლემა არ ექნება. მაგრამ მოვიდა ლაზერი D7, კომპიუტერს ლაზერი D7-თან პრობლემა არ აქვს, მაგრამ უკვე აღარა იმდენად მარტივი რომ გაათანაბრონ პოზიცია და საერთოდ შავებმა ვერ შეძლეს ამის დანახვა. აქ თუ ეს ამ პაიკს არ მოკლავთ, თეთრები მოვლენ E4-ს, რაც პარტიაში მოხდა კიდეც და 2-ზე პაიკით მარტივად მოიგებ. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ცხენი S3-ზე თეთრებს აქვს ლაზერი G6, მეფე G8 და უძლიერეს სვლა ეტლიაშვილი. რის შემდეგაც თუ შავები მოკლავენ ლაზერ A7-ს, ლაზერი E8-ის და ლაზერი S3-ის მერე თეთრები იღებენ უბრალოდ დამთავრებულ პოზიციას. მაგრამ აქ კარლსონმა ვერ შეძლო ძალიან ძლიერი სვლის ხედარი D1-ის დანახვა. ეს რა თქმა უნდა ძალიან ლამაზი სვლა არის. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თეთრები ეტლ D7-ს ვერ კლავენ ეტლი E1-ის გამო. ამიტომაც თეთრებს უწევთ ყუს გაწევა, რის შემდეგაც შავები უკვე კლავენ A7 ეტლს, ხედარი აღარ კიდია S3-ზე და გამოდის აბსოლუტურად თანაბარი პოზიცია. კარლსონმა ვერ შეძლო ამ იდეის დანახვა, წავიდა მეფე G8-ს და თეთრებს უკვე E4-ის მერე 2-ზე პაიკი და აბსოლუტურად დამთავრებული პოზიცია. და ცოტა ხანში დანებდა კიდეც კარლსონი. ასე რომ, როგორც ხედავთ, უპრაქტიკობა თავისას მაინც შვება და კარლსონს ჩემს დაჭირდება კიდევ რამდენიმე ტურნირის თამაში, რომ საკუთარ ფორმაში დაბრუნდეს. მადლობთ რომ მიყურებდით. დიდი მადლობა ნიკას თანამშრომლობისთვის პირველ რიგში ჩვენს გადაცემასთან და ესეთი საინტერესო ანალიზისათვის. მართლა საინტერესო პარტია იყო და ძალიან საინტერესო ანალიზი შემოგთავაზა ნიკა. პროფესიულად გაარჩია გადასარევი და ეს ვიდეოც დარწმუნებული ვარ დიდ ნახევს დააგროვებს. კი ბატონო და ეხლა მინდა შევთავაზო ამოხსნების კონკურსში სუსტად ოსლოს ტურნირიდან ისე ბლიცში უკვე გათამაშებული პარტია სოფლიო ჩემპიონი გუგეში როგორ უტევს. მე არ ვიტყვი ვისთან მიმდინარეობდა ეს თამაში, მაგრამ მოუწოდებ ჩვენს ტელემაყურებელს შეუტიონ როგორც სოფლიო ჩემპიონმა. და რა თქმა უნდა, სწორი პასუხები გამოგიზარდონ ჩვენ Facebook გვერდზე, კლუბი 64 საქართველო და ყველა გამარჯვებული იქნება მოწვეული კლუბში საინტერესო შეხვედრაზე. ახლა კი ჩვენს გადაცემაში ისტორიის დრო არის. ხო, არ გამორჩა. კი ბატონო. და კვლავ აგრძელებთ უკვე ოლიმპიადების შესახებ თხრობას და ამჯერად უკვე ჩვენ ქალთა 21 ოლიმპიადა შევეხებით, რომელიც სხვათა შორის კვლავ ჩინეთის გამარჯვებით დასრულდა. წინა გადაცემაში გახსოვთ, რომ ძალიან დრამატული იყო აი შედეგები და მათ შორის ჩინეთის გამარჯვება მე თუ გითხავთ გასაოცარი იყო, მაგრამ აი ამ 21 პირველობაზე ჩინეთმა დაიმსახურა ეს პირველი ადგილი საქართველოს კალბიაში გაიმართა უთხრა ჩვენს ესპანეთის ქალაქში, ესპანეთში და მინდა ვთქვა, რომ მაინც ეს იყო წარუმატებლობა მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე ადგილი გაიყვეს, მესამე-მეოთხე მაინც შენ ნაკრებისთვის ეს იყო ცუდი შედეგი და პრაქტიკულად ალბათ ყველა ცუდი შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მას მერე რაც მონაწილეობა მივიღე და მეოთხე ადგილი დაიკავა საქართველოს ნაკრებმა. აქვე ვიტყვი, რომ ვაჟებში გაიბწყინა სამაგიეროდ ვაჟებში გაიბწყინა იმ პერიოდში ახალგაზრდა ბაადურ ჯობავამ, რომელიც შესანიშნავი აი ეს ტერმინი უნდა გამოვიყენო პერფორმანსი ჰქონდა. კი, საუკეთესო ოლიმპიადის საუკეთესო პერფორმანსი. და საოცრება არის 9 მოგება და 2 ფრე. კი, კი. და 2842 იყო ეს პერფორმანსი. საოცარი მაჩვენებელი იყო და აი ესე მიუხედავად იმისა, რომ ვაჟებმა ნაკრები 21 ადგილზე დაიკავა, მაგრამ ეს იმდენად დიდი იყო ეს წარმატება ბაადურ ჯობავას, რომ მე ვფიქრობ გადაფარა ორივე ნაკრების, თუმცა არა უსავს შემდეგი ოლიმპიადები გვაჩვენებს, რომ შედეგები გამოსწორებული იყო და ამას შესახებაც მოვუყვები და მე მახსენდება კი ერთი ისტორია აუცილებლად უნდა ვთქვა, რომელიც შენგან ვიცი ეს ისტორია, მიხეილ ტალის ისტორია ჰავანაში 1966 წლის ოლიმპიადაზე. მაშინ მიხეილ ტალი 30 წლის იყო და ახალგაზრდა სისხლი უტუხს და უცებ
საღამოს ბარში წავიდა. უნდა დაელია დრო გაიყვარა და ვიღაცა ბოთლი ჩაარტყა თავში. კი, იეჭვიან აი კავალერმა იეჭვიან. გოგონას ალბათ ეარში ყებოდა თუ რაღაც და ბიჭმა იეჭვიანა და თავში ჩაარტყა, მაგრამ რა მოხდა სამაგიეროდ? სასწრაფოში მოხდა პირველ რიგში, სამოწყებაში მოხდა, რომ გურნალეს გამოვიდა და ყველას ეგონა რომ ნტალი შეწყვეტა ოლიმპიადაზე გამოსვლას, მაგრამ პირიქით მოხდა და საოცარი შედეგი აჩვენა, მანაც სწორედ აი პერფორმანსი გამახსენდა, სწორედ ჯოჯობავასი. მანაც არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენა. 9 მოგება აქაც 2 ფრე და 2 ფრე და საოცარი იყო, ზუსტად ჯოჯობავასაც 9 მოგება და 2 ფრე ქონდა, ოღონდ ჯობავს საერთოდ ჩაურტყავს თავში. ძალიან დიდი მადლობა როგორც გადაცემისთვის ისტორიისათვის. და მადლობა თქვენ და გვიყურეთ უკვე არა მხოლოდ Silk Universal-ზე, არამედ Silk Sport 2-ზე, Silk Sport 3-ზე და YouTube არხზე. YouTube არხზე. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.